საკმაოდ მწვავე პრობლემაზე, ეს არის დაცარიელებული სოფლები, დაცარიელებული მთა, ეს არის პროფესიონალების, თეორეტიკოსების, პრაქტიკოსების, მეცნიერების მიერ შემუშავებული კონცეფცია, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ გზა, სანამ კიდევ უფრო მეტად გადაბრუნდება უნარი, ურემი და ეს არის პრობლემა, როდესაც მეცნიერებისა და პროფესიონალების ჯგუფი თვეობით ელოდება პასუხს საქართველოს ხელისუფლებასთან. მოკლედ, დღეს ოცის სტუმარი არის ბატონი ივანე ჩოლოყაშვილი და ჩვენ საუბრობთ ვიდეოების სოფლებზე. ბატონი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი და მე გავხდით, რომ ძალიან მწვავე პრობლემაა და თუნდაც საცდების უკანასკნელ მონაწილეობა ჩვენა ექსტრემ სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4% მიაღწია, ანუ წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება. რადგან ჩემთვის ცნობილია, თქვენ გაქვთ წლები ამ პრობლემაზე ნამუშევარი შემუშავებული და ძალიან საინტერესო კონცეფცია, თქვენ უკვე მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას და ეს იყო მარტში და იმის შემდეგ ელოდებთ პასუხს. ამ წერილში თქვენ რა თქმა უნდა კონცეფცია ჩამოყალიბებული იქნება. მოდით, გააცანოთ ჩვენს მაყურებელს თუ ნაწერია საუბარი და შემდეგ სხვა საკითხები დეტალებში ჩავშალოთ. ერთად დავაზუსტოთ. ეს წერილი შედგენილი არის მეცნიერების პროფესიონალების მეცნიერებათა აკადემიიდან არის დასული ხელსაწყის ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი დოქტრინალური კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი ედიტო ჯავადი. ამ წერილში აღნიშნავს ესეთ რამდენიმე აცილებელი საქართველოში უარესდება სიტუაცია და ქვეყნის ხელები რეგიონები და სოფლები იქცევა მოსახლეობისგან. აღმავლობის გზაზე დემოგრაფიული ვითარება. სამართლოს მონაცემები დღეისათვის დაცარიელებულია 500-მდე სოფლები. გაეროს 2010 წლის მოსახლეობის კონსოლიდაციის პროგრამა 2010 წლამდე 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. კავკასიაში აზერბაიჯანის მოსახლეობა იზრდება 33%, სომხეთის მოსახლეობა იზრდება 7%, ხოლო საქართველოს მოსახლეობა მცირდება 28%. ეს 28% არის 1,300,000. USAID-ის მონაცემებით კი 252 ქვეყანას შორის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნების შემცირების ტემპი 16 ადგილზეა. შობადობით კი 115 ადგილი. ის მოსახლეობის მდგომარეობის განსაკუთრებით დაბრუნების ის მდგომარეობა, რომ მათ უარს ეგვიენია თვითმფრინავი საავადმყოფოს რეგისტრაცია. ხელოვნური გაფორმების სამხედრო დაბრუნებასა და დაკავებაში. ამ საშიშროებიდან გამომდინარე, საავადმყოფო რეკომენდაციებს ვითარების გამოსაზრება. დასადებულ სოფლებსა და საავადმყოფო დაბრუნებაზე აგრეთვე არასამთავრობო სახელმწიფო დასახლებულ ადგილებში გამომდინარე ადგილების სპეციფიკიდან ორგანიზებული უნდა იქნეს სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, სადაც სამუშაო ძალად გამოყენებული იქნება მცირე სამართალდამცავებისა და ეკონომიკური დანაშაულების მქონე პირები, რომელთა პატიმრობა შეიძლება მიღწევით შეეცვალოს და მიმაგრების ადგილებში თავიანთ ოჯახებთან ერთად იქნებიან ჩასაფრებული. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მოხმარება ფიზიკურ წარმოებებს პენიტენციარულ სისტემაში ჯარს და ასე შემდეგ. დასაქმებაში უპირატესობა მიენიჭება თავისუფლების კადრებს. ერთ მნიშვნელოვანი იქნება დემოგრაფიული ხალხის მომენტიც, რომ მიმაგრების ადგილებში პატიმრობა თავიანთ ოჯახებთან ერთად იქნებიან. და ეს არის ის წინაპირობა, რომ მათი პატიმრობის ვადის დათვალების შემდეგ შეიძლება ისინი გარჩევინონ. რეგიონების განვითარებისა და მასშტაბური აღდგენების მიზნით საჭირო იქნებოდა რეგიონების სპეციფიკის გადამოწმებით შეიქმნას ხორცისა და ძის გადამამუშავებელი, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი, თევზის პროდუქტების წარმოებული საწარმოები. ეს გააჩნია მუნიციპალიტეტს კი არა, თვითონ რეგიონებს და სიმდიდრეები გააჩნია და რეგიონებთან მუშაობა. წარმოებული ამგვარი მიღება
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებისა და ქვეყნის ეკონომიკასა და შექმნის წინაპირობებს მოსახლეობის ადგილობრივ დამაარსებისა და საცხოვრებელ თანამდებობისათვის. აგრეთვე დამოკიდებულებაა რუსეთის უნივერსიტეტი ეხება ნამუშევრების შესრულებას და უნებლიე რომ ისევ გავუწევთ. იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში და სამუშაო მომენტი პრობლემაა და აი ამობა ასეთი გადაიდოდა. Pentru că știința puterea acasă, pentru că am învățat de la acțiune grupă este anul de prinos inițiativ. Acum era la școală, când am încercat și să se organizeze statusul de Tutta istituzione quattro da noi ma che so il magari policy territoriale da sapere che da sapere nel senso che immaginando che quando bisogna avere un ucciso di iniziativa bisogna avere un sopporto un stato ci parla di tutto questo salti fare sono sapore nato Io vediamo che Marto già Marcos esta e continua da mia asociazione cioè Am să spun că interesează că și la ai asta nu e ce am atunci de doar la una grande verde do puteți ara pe la sasa nu am și o să spunem Ეხლა უბრალოდ მაგალითს როცა სამი გავიგება პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ასოციაციების აკადემიიდან, მეცნიერებათა და აკადემიიდან მისულ წერილს, რაზე შეიძლება აი პიროვნულად მე მაგალითად შევაწყობილად ვსწავლობ, როცა ასოციაციების საერთოდ ეს უკვე ესე იგი არაფერ გაკეთებულა. ამიტომ ეს კანონად უნდა იყოს შემოღებული და ყველა ესე იგი მოქალაქის სერვისი ზაფხული აღიწყოს და მას Ligat mandubeli var. Şimdi motorumuz var. Yaşıyor ama yaşıyor var. Ve nasıl bir sorun şunlar. Nasıl bir şunlar daha karşı oluyorsun. Uğraşıyor burada yer geliyor daha kötü. Bu kadar yaşıyor. Ona pikroç tabii bu kadar geçiyor da o karşı değil de o kadar var. Cinetlebi sahada zaten şimdi kalmaz. Sonra da geçiyor. İmkanımız da geçiyor. ეს არ არის გადადგომა, ეს არ არის შეურაცხყოფა, ეს არის პრობლემა, რომელიც ნამდვილად გასწრებს თითოეული მოხალისე. ამას ორგანიზება გაჭირდება ალბათ ყველაფერს ვერ გავშტობ, თანამოაზრეები უნდა შემოგვიყვება და დავიწყოთ ძალიან ბევრი მემბორი რადგან ძალიან ბევრი ადამიანია სოციალურ რომელიც ითხოვს თუნდაც აი ამ მიწოდებული ნაკლეთების გადაცემას და სხვა სოფელში დასახლებას.
სოფლებში, სადაც ძნელია პრობლემაა და წახალკითხალი კიდეც ტრანსპორტიც არ არის, ალბათ ყურად უნდა იყოს სოფლის რწმუნებულმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თუ ამ სოფლის მმართველებმა ბიუჯეტში რომ თანხა ბრუნდება, აქედან ორი დეცმა შეიძლება გამოიყენოს. ან თქვენ უბრალოდ დაარწმუნდით თქვენს მოსახლეობას და არ იცით რა აწუხებთ მათ, ან უბრალოდ არ გაინტერესებთ იმ ადამიანების აზრი, რომ რა თქმა უნდა დაგვრჩეს ბიუჯეტში თანხა, როდესაც სოფელი დგას სხვადასხვა პრობლემის წინაშე. ადამიანებმა ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ამ თემაზე ინტენსიურად გავაგრძელებთ უკვე მუშაობას და გეტყვით, რომ როგორც მედია საშუალება და როგორც მე ერთი უბრალო მოქალაქე, მართლა ძალიან დაინტერესებული ვარ ამ საკითხით და მოკლედ თქვენ მოგებებო, თუ ვინმე თქვენ გაქვთ რაიმე კონკრეტული იდეა, ხედვა, აი სოფლის და სოფელში დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მართლა თქვენ ახალგაზრდებს, რომლებიც ხართ საქართველოს ხმარიდელი ძალა, თქვენ უნდა აიღოთ სადავეები ხელში და სწორედ თქვენია ეს ქვეყანაც, ეს ქალაქიც, ეს სოფელიც, ეს ქუჩაც და ეს რაიონიც. ძალიან კარგი იქნება თქვენ და თქვენ ხედვას გადავსვათ, როგორი იქნება რა არის სოფლის თანამედროვე სიცოცხლე. მოусმინეთ პროფესიონალებს და ვიპოვოთ ზამანამ სანამ გუნდები გადაგვიდება.